მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სტუმრად ყავს ბატონი გიორგი მდივანი. გიორგი, გამარჯობა, მოგესალმები. მოგესალმებით. მან დილა მშვიდობისა თუ შუადღე მშვიდობისა, შუადღე ხო, გიორგი? შუამძღოლ მშვიდობისა, კი. გიორგი, მოკლედ ძალიან დიდი გამოხმაურება გქონდა ჩვენს წელს პირველ პოდკასტს. და ცხელ კვალზე გავედით ვენესუელას ამბებთან დაკავშირებით და ბუნებრივია დღეს სურს აი ამ ჩვენი საუბარი ავაწყო კონტექსტზე, მაგრამ რამდენიმე დღის წინ იყო მიუნხენის კონფერენცია და მე როგორც ვიცი მნიშვნელოვანი რამ გადაწყდა, რიგი თემები იყო განხილველი, ისიც მნიშვნელოვანია რომ მარკო რუბიო გამოვიდა სიტყვით, განსხვავებით ჯეი დი ვენსისა, რომელიც ჩაშენ მოხდა და მაინტერესებს, მე ვიცი რომ შენ ამ თემაზე მუშაობდი და შენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი მაყურებლისთვის და დავიწყოთ მიუნხენის თემით და შემდეგ გადავიდეთ ენერგეტიკაზე, ენერგომატარებლებზე და რა ელის რუსეთს, ჩინეთს დონალდ ტრამპის ახალი კონცეფციის პერიოდში. მოგესალმები ნიკოლოზ, კიდევ ერთხელ მივესალმები მაყურებელს. რამდენიმე დღის წინ ჩატარდა მიუნხენის კონფერენცია, ყოველწლიური ეს თებერვლის თვის მთავარი მოვლენაა პოლიტიკური და ბევრი ელოდებოდა ამ კონფერენციას, უსაფრთხოების კონფერენციას და იქ გაჟღერებულ მესიჯებს და განსაკუთრებით შეერთებული შტატების პოზიცია. იმიტომ რომ შარშან ჯეი დი ვენსმა ფაქტიურად იქ მყოფი ევრობიუროკრატია ყველას თანდასწრებით გაამათრახა პოლიტიკურად. გაამათრახა და აი მათი სახის გამომეტყველებად საკმარისი იყო იმის გასაგებად თუ რამდენად მოულოდნელი იყო მათთვის მისი ეს დამრიგებლური ლექცია იმაზე თუ როგორ იხევს უკან ანტიდემოკრატიულად ევროკავშირი, როგორ ახშობს ევროკავშირში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, იგივე პოლიტიკურ ოპოზიციას, როგორი არასამართლიანი მეთოდებით ებრძვიან და ასე შემდეგ. და აი ამის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ყველა ელოდებოდა იქ მარკო რუბიოს გამოჩენას. ამჯერად ტრამპმა მარკო რუბიო გაუშვა სახელმწიფო მდივანი, რომელიც ჯეი დი ვენსისგან განსხვავებით, ესე იგი ის თუ იყო შარშან ცუდი პოლიციელი, მარკო რუბიო ვითომ კაი პოლიციელის როლში წარდგა იქაური აუდიტორიის წინაშე, მაგრამ არსი ამით დიდად არ შეცვლილა. ანუ რაც დაიწყო ვენსმა და იქამდე ბევრად ადრეც იყო ეს დაწყებული, უბრალოდ რაც ესე მასიურად აუხსნა ეს ყველაფერი და თვითონაც მიხვდნენ, ეს ყველაფერი უკვე მარკო რუბიომ შეიძლება ითქვას პოლიტიკურ განქორწინებაში გააფორმა, იმიტომ რომ აუხსნა იქ ყოფებს რომ შეერთებული შტატები არ აპირებს ევროკავშირის ქმედებები, ევროკავშირის უსაფრთხოების ქოლგა უზრუნველყოს დაუსრულებლად და ევროკავშირის მოუწევს საკუთარ ბედზე, საკუთარ მომავალზე პასუხის ანუ პირველ რიგში თვითონ უნდა იყოს პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე და მარკო რუბიო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა იქ ისტორიული ექსკურსით საკმაოდ საინტერესო იყო, როდესაც ახსნა მან რომ აი ეს სიომში გამარჯვება დასავლეთის, ხო, კოლექტიური დასავლეთის ბევრმა მიიღო როგორც ესე იგი გარდაუვალი მოცემულობა, რომ აი ლიბერალური დემოკრატია ყველგან გაიმარჯვებდა, ეს იყო მეტისმეტად დამაფიქრებელი და ლიბერალური დემოკრატია ჩაანაცვლებდა მთლიანად მსოფლიოში, ასე ვთქვათ, ეროვნულ ინტერესებს და სახელმწიფო ინტერესებს. და ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი შეცდომა იყო დაშვებული, ხო? აი ცოტა ისეთი პარალელია, მაგრამ ნაწილობრივ რუბიოს რაღაცა პათოსი გამოსვლის წააგავდა 2007 წლის პუტინის პათოსს, როდესაც პუტინი მაშინ ალაპარაკდა ჯერ კიდე ესე იგი მრავალპოლარული სამყაროს აუცილებლობაზე და ის რომ ერთპოლარული სამყარო იყო ცოტა ისეთი ანომალია პოლიტიკური თვალსაზრისით, მიახლოვებით მსგავსი რიტორიკა ჰქონდა რუბიოს უკვე რამდენი
19 წლის შემდეგ, ხო, ესეც ცოტა მათი შორის ამ სათაურში მინდოდა ეს გამომეტანა მიუნხენი 2007 და აი ზუსტად კარგად მიანიშნე. ხო. და თვითონ რუბიუმაც აღნიშნა, რომ ესე იგი მრავალპოლარული სამყარო არის გარდაუვალი, ეს მოწონთ იქ დამწრე საზოგადოებას თუ არა და ეს არის ესე იგი იმის გარანტი, რომ ყველა მხარე თავის ინტერესებს და შეეცდება თავისი ინტერესების გათვალისწინებით რაღაცა საერთაშორისო ურთიერთობის წარმართვას. ასევე მან აღნიშნა ისიც, რომ ევროპაში დღესდღეობით არის ევროკავშირში არის ბევრი პრობლემა, მათ შორის პირდაპირ ამ ბრიუსელის პოლიტიკით არის გამოწვეული და პირდაპირ დასდობრალი დეინდუსტრიალიზაციაში. ჩვენ რომ ამას ვამბობთ და ვიღაცა ექსპერტები, პოლიტოლოგები რომ ამას ამბობენ, ბევრს ხანდახან უკვირცხობენ, მაგრამ აგერ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა იგივე გაიმეორა, რომ დეინდუსტრიალიზაცია იყო პირდაპირ არჩევანიო მართველი ელიტების და ეს არ იყო გარდაუვალიო, ხო, რაც დღეს ხდება მთლიანად ევროპის მასშტაბით, როდესაც ერთი მეორეს მიყოლებით გერმანიაში იქნება ეს ბოშის ქარხნები, BASF, რომელიც დიდესი ქიმიური გიგანტია, თუ საფრანგეთში მიშელინის ქარხნები და დიდი, ესე იგი ისტორიული წახსულის მქონე და ესეთი ძალიან დიდი პროფილის მქონე ქარხნები იხურება, ხო? ანუ ჩვენ თვალწინ მიდის აი ეს დეინდუსტრიალიზაციის აქტიური პროცესი, ეს რა თქმა უნდა გუშინ და გუშინ წინ არ დაწყებულა, ეს ბევრად ადრე დაიწყო კორონავირუსიდან, უკვე ჩანდა კორონავირუსის ამ კრიზისიდან მოყოლებული ამის სიმპტომები, რასაც წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის თანხები ბეჭდეს და ინფლაციას შეუწყოს ხელი, მაგრამ ბევრმა რაღაცამ დაამძიმა იგივე ანტირუსულმა სანქციებმა, აი ენერგორესურსების ომებმა და ასე შემდეგ და დღეს რას ვადევნებთ ჩვენ თვალყურს, რომ აქტიური ესე იგი დეინდუსტრიალიზაციის ფონზე მაგალითად გერმანიაში იხსნება რაღაცა პატარა ქარხანა, სადაც გერმანელები და უკრაინელები ერთობლივად აწარმოებენ დრონებს. სადაც იქნება დასაქმებული მის პირობითად რა 20-50 ლტოლვილი მიგრანტი უკრაინიდან და ეს სურთ რომ წარმოაჩინონ ალტერნატივად, იმის ალტერნატივად რომ დაუშვათ ბოში და Volkswagen-ი ხურავს თავის ქარხნებს. ეს პირდაპირ დასდობრალი, ესე იგი რუპიომ დეინდუსტრიალიზაციის გამო. ასევე პირდაპირ დასდობრალი მიგრაციული კრიზისის გამო და ეს არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი. როგორც არ უნდა იცადოთ, რომ ეს ესე წარმოაჩინოთო, ძალიან სერიოზული კრიზისის წყაროა და ჩვენ პირდაპირ ხედავთ ამას, ხო, ვისაც ახლა მოგზაურია ბოლო პერიოდის განმავლობაში ევროკავშირში, განსაკუთრებით საფრანგეთში, გერმანიაში თავისი თვალით უნახავს, თუნდაც ესპანეთში, ხო, მე ვგულისხმობ ტურისტულ ქალაქებს, დიდ ქალაქებს თორე ხა იქეთ როგორც გადიხარ ისეთ ბუნებაში და შედარებით მცირე ქალაქებში შეიძლება მათი მოჭარბებული რაოდენობა არ იყოს ესე თვალშისაცემი, მაგრამ რო აიღოთ, რა ვიცი მე, ფრანკფურტი, მიუნხენი, ბერლინი, მადრიდი, ბარსელონა, პარიზზე საუბარი არ მაქვს საერთოდ. იქ ეს ყველაფერი არის, ესე იგი ყოფით დონეზე, არა თუ ყოფით დონეზე, არამედ ტურისტულ დონეზეც მარტივი შესამჩნევი. როდესაც ქუჩაში მიდიხარ და ელემენტარულად ყველა გაფრთხილებს და შენ თვითონაც უკვე ხვდები, რომ ჯიბეებს უნდა უყურო ტელეფონს, რომ ან საფული არავინ მოგპაროს, ან ტელეფონი არ წამოგლიჯოს. მაგალითად, ახლა ლონდონი და ევროკავშირის დიდი ბრიტანეთი უკვე აღარ არიან ევროკავშირის წევრი, მაგრამ იგივე აი ამ ელიტების მიერ იმართებიან. ლონდონში საერთოდ კატასტროფა ხდება. ანუ მთელი ფილმები არის დოკუმენტური გადაღებული, ესე იგი თლიანად დაჯგუფებები არიან ამ ეგრეთ წოდებული სკუტერებით, ელექტროსკუტერებით, რომლებიც თლიან ლონდონში მოძრაობენ ნიღბებით, ჩაფხუტებით და ესე იგი დამოუკიდებულია, ძალიან დიდი დაჯგუფებებია, პირდაპირ ხელიდან გლიჯავენ ტელეფონებს. რა ლონდონში ცენტრში ვინც დადის
ესე იგი, მეც ვიცი, რომ ესე იგი ყელსაბამიდან რაღაცით უნდა გქონდეს მობილური ტელეფონი, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ესე პირდაპირ წაგლიჯავენ. რა ხდება ახლა გერმანიაში საერთოდ კომიკური სიტუაციაა, მყავს ნაცნობები გერმანიაში თითქმის ყველა დიდ ქალაქში. თუ მეგობრები, ოჯახებით ცხოვრობენ უკვე დიდ რამდენიმე წელია და ესე იგი კომიკური სიტუაციაა, როდესაც ადგილობრივ გერმანელებს, ესე იგი გერმანელებს უწევთ სკოლების გამოცვლა ბავშვებისთვის, რატომ იცით? იმიტომ რომ უკვე სკოლები არის, სადაც გერმანელები, ანუ გერმანელების ბავშვები უმცირესობაში არიან და ეს გერმანელი ბავშვები ხდებიან აი ამ მიგრანტების, ოჯახების, ესე იგი შვილების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი. ეს თვითონ გერმანელები ყვებიან ამას, რომ აი წარმოიდგინეთ, ესე იგი პატარა გერმანელი ბავშვები არიან ბულინგის მსხვერპლი აი ამ მიგრანტული პროფილის მქონე ბავშვებიდან რა. თან ამას ამბობენ ის ადამიანები, ის გერმანელები, ვინც შედარებით კიდევ ლიბერალურ განწყობებზე არიან და ვინც მაგალითად AfD-ს ჯერჯერობით მხარს აღუჭერენ. აი ისინიც კი ამას მათაც უწევთ ამის აღიარება. ანუ სრული კატასტროფა ხდება. ანუ მიგრაციულმა ნაკადებმა, აი ამ უკონტროლო მიგრაციამ ფაქტიურად ევროპული დაღმასვლა და ევროპული რეგრესი ძალიან დააჩქარა. არადა პრინციპში ამაზე არც უნდა არსებობდეს, ხო, ესეთი ორი აზრი. ხო, ანუ მესმის, რომ შეიძლება ბევრი ჰუმანისტისთვის, მემარცხენისთვის რაღაცა ეს შეიძლება გარკვეულწილად მისაღები არ იყოს, მაგრამ რა არ არის მისაღები მეორე მხრივ? ანუ არის კანონი და არის უკანონობა. ანუ ერთია რომ ვიღაცა შემოდის ოფიციალურად დოკუმენტები, თუნდაც აზიური ქვეყნიდან, თუნდაც აფრიკული ქვეყნიდან, ხო, იგივე სწავლობს იქ, მუშაობს, ასე შემდეგ. მეორეა, როდესაც აი ამ ესე იგი ჩრდილოეთ აფრიკიდან მთელი ქსელია, როდესაც გასაბერი ნავებით მთლიანად აფრიკული კონტინენტი მიემართება ჯერ ესპანეთისკენ და შემდგომ უკვე ზევით და ზევით. ან გერმანიაში დარჩებიან, ან ზევით ადიან და მერე უკვე ლა-მანშის სრუტის გავლით, ესე იგი ჩადიან დიდ ბრიტანეთში. წარმოუდგენელი რაღაცაა, ესე იგი, როდესაც ეხლა რასაც ესპანეთი რასაც აკეთებს, მაგალითად, ხო ესპანეთის მთავრობა, პედრო სანჩესის მთავრობა ამბობს, რომ ჩვენო 9 მილიონიო მიგრანტიო უნდა დავაკანონოთო, ვინც ჩვენთანო არალეგალად არისო. ანუ წარმოიდგინეთ, ანუ ქვეყნის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი გამოდის და იმას ამბობს, რომ აი ვინც კანონი დაარღვია, ვინც ესე იგი კანონის დარღვევით გადმოკვეთა ჩვენი საზღვარი, ვისაც საბუთები არ აქვს, ღმერთმა უწყის რა აქვთ წარსულში ჩადენილი, რა დანაშაული და ასე შემდეგ. აი ამ ხალხს უნდა მიანიჭოს ბინადრობის და შემდგომ უკვე ესე იგი დასაქმების უფლება. წარმოიდგინეთ რა. მე ალბათ მოქალაქეობაზეც გავლენ, ხო ეს? ხო, აი საინტერესო რაღაცაა. მე უკვე არის ესეთი მემარცხენე, ფსევდომემარცხენე პარტია ესპანური, ქვია პოდემოსი. და მე პოდემოსის ერთ-ერთმა ლიდერმა, ქალბატონმა განაცხადა რა, ესეც რაღაცა 2 კვირის წინ, რომ კიო, ჩვენო უნდა დავიწყოთო მოსახლეობის ჩანაცვლების პროგრამაა. მოსახლეობის ჩანაცვლების პროგრამაა და აი თქვენო მიგრანტებს უნდა მოხცეთო, მოქალაქეობა უნდა დაგირიგოთო, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთო, რომ აი ამ ფაშისტებს, ანუ საკუთარ თანამოქალაქეებს რა, ვინც კონსერვატულად არის განწყობილი, ვისაც მემარჯვენე ხედვები აქვს, ვინც მაგალითად ხარს უჭერს ესპანურ პარტია Vox, რომელიც აი ამ არალეგალურ მიგრაციას უპირისპირდება. იქ არის ესეთი პოლიტიკოსი სანტიაგო აბასკალის, ფოტოშორის საკმაოდ ესე რეიტინგს უფრო და უფრო იმაშვება, ეხა მეტი რეიტინგი 10%-ამდე აქვს მე მგონი და აი ამ ფაშისტებს რომ დაუპირისპირდეთო, თქვენ გჭირდებით, ანუ თავის თანამოქალაქეებს ესპანელებს მოიხსენიებს ფაშისტებად და ესე იგი აი გაურკვეველი წარმოშობის და გაურკვეველი ზნეჩვეულების და ტრადიციების მქონე მიგრანტებს თხოვს, რომ აი
თქვენ მოგვეხმარით თუ რომ აი ესენი პირდაპირ ანუ ადრე თუ რაღაცეები მაგალითად ეხა ელშტეინის ფაილებმაც რაღაცეები სხივი მოფინა რაღაცას რომ ადრე რაც ბევრს ეგონა რაღაც კონსპირაცია ხო როგორ უყვარდათ აი ამ ტერმინის ეს გამოყენება ლიბერალებს რომ ეს კონსპიროლოგია და კონსპირაციის თეორიებს ავრცელებს რაც კი რამე იყო რაზეც შეიძლება ადრე ვიღაცას ეთქვა რომ ეს იყო კონსპირაცია ეხლა როგორც ვიგებთ ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა მათ შორის აი ეს იგივე მოსახლეობის ადგილობრივი მოსახლეობის მიგრანტებით ჩანაცვლების პროგრამაც. ეხლა ეს ესპანეთში ხო დადასტურდა. იგივე რამ თქვა საფრანგეთში ჟან-ლუკ მელანშონმა. ჟან-ლუკ მელანშონი არის მემარცხენე, ისეთი გამოცდილი მემარცხენე, სხვათა შორის უკვე საკმაოდ ასაკში შესული პოლიტიკოსია, რამდენიმეჯერ იყარა საპრეზიდენტო არჩევნებზეც კენჭი, თუმცა ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მის გარშემო გაერთიანებულმა ეგრეთ წოდებულმა მემარცხენე კოალიციამ მოიგო საფრანგეთში მაგრამ მაკრონმა მერე გადააგდო ესენი და როგორც შვევია ხომ ხო და იგივე აი ეს ჟან-ლუკ მელანშონიც იგივეს ამბობს რომ კიო ჩვენო უნდა დავიწყოთო აი ახო ჩვენთანო მოსახლეობის ჩანაცვლების პროგრამაო და მიგრანტებს უნდა მივცეთ მეტი უფლებებიო რა მეტი უფლებები უნდა მიცენ ხო მიგრანტებს პარიზში იქ არის ისეთი რაიონები, სადაც პოლიცია ვერ შედის. არათუ სიტუაცია ვერ შედის ფიზიკურად, რაც არ უნდა მოხდეს პარიზში, იქ ვერ შედის. და პარიზში მაგალითად, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ვისაც ამის ფინანსური საშუალება აქვს, ხო? მეტნაკლებად, ვინც შეძლებულად ცხოვრობს, ფრანგები, ისინი ტოვებენ პარიზს და გადადიან ბორდოში საცხოვრებლად. მე ეს რამდენიმე სხვადასხვა ადამიანისგან მაქვს მოსმენილი ასეთი ისტორიები. და ამიტომ გამივძელდა ცოტა საუბარი ამ მიგრაცია აი ეს მიგრაცია უკონტროლო მიგრაცია აღმოჩნდა ის რამაც აი მოგუდა ევროკავშირი რა ეს ჯერ კიდე ისე ფორმალურად არ ჩანს ხო რომ აი რომ შევხედოთ ეხა იგივე თუნდაც მიგრანტების წილს საერთო მოსახლეობაში შეიძლება მოგოჩვენოს რომ ჯერ შეიძლება რაღაც ქვეყანა თუმცა ესპანეთში საკმაოდ მაღალი 10%-ზე მეტია უკვე ყველა ის მოქალაქეებიც რო ავიღოთ მივიღოთ ხედულობაში ვინც საზღვარგარეთ დაიბადა და მე მოქალაქეობა მიიღო და რეალურად უკონტროლო მიგრანტებიც და ისეთი მიგრანტების რა ლეგალურად ყოფილი მიგრანტების რაოდენობას რო ავიღოთ 10%-ს ცდება მაგრამ თავარი რა არის ტენდენცია ზრდის ტენდენცია არის ხო აი ხა რო უყვირთ ხოლმე რომ ეგრეო ისა ვიღაცები რომელზეც მე დიდი წარმოდგენა არ მაქვს ის ხალხი ამბობს ხოლმე ხანდახან რომ აი რა მოხდაო ხო იქო დიდ ბრიტანეთში თუ ყველაზე პოპულარული მამაკაცის სახელი არის მოჰამედიო 2-3 წელია ზედიზედ ბიჭებში ახალ დაბადებულ ბიჭებში ეს არის ყველაზე ჩვენთანაც ხო არიანო აზერბაიჯანელები ეს რა არაკომპეტენტური შედარება ხო რა უაზრობა ჩვენთან ჯერ ერთი აზერბაიჯანელების სომხების დერძნების იყვნენ უხსოვარი დროიდან და ყოველთვის იყვნენ აქ და საერთო სურათი რადიკალურად არიცვლებოდა და არიცვლება და ბრიტანეთში ტენდენცია ესეთი რომ ყველაფერი თუ ესე გაგრძელდა ბრიტანეთში ხო ყველაფერი თუ ესე გაგრძელდა 20-30 წელიწადში ბრიტანელები შეიძლება აღმოჩნდნენ უმცირესობაში აი ეს არის თავარი და გადახედეთ ეხლა მე ამჯეროდა ჩემი თვალით სანამ არ გადავამოწმე ეს ინფორმაცია აი რამდენი გაუპატიურება შეიძლება მოხდეს ერთ კალენდარულ წელში ერთი კალენდარული წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მაგალითად ესე იგი 100,000-ზე მეტი გაუპატიურება მოხდა 2024 წელს დიდ ბრიტანეთში ერთი წლის განმავლობაში წარმოიდგინეთ ეს რა ფქელა ციფრია წარმოუდგენელი და თავარი რა არის რაზეც კიდე ბევრი ზდუმს ხომე რომ ძალიან პირდაპირი კორელაცია აი ამ უკონტროლო მიგრაციას და დანაშაულის ზრდას შორის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ზრდას შორის და ამიტომაც არის ეს ხალხი ვინც ანუ იქ ევროპელებს გულისხმობ მე ვინც პირდაპირ ხარს უჭერს უკვე იმ პარტიებს ვინც გამოდის აი ამ
მიგრანტული დღის წესრიგით და ვინც იძახის, რომ ეს უკონტროლო მიგრაცია უნდა შეჩერდეს, უნდა გამოვიდეთ სხვადასხვა ხელშეკრულებებიდან და კონვენციებიდან, იმიტომ რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და არ გვინდა რომ აქ რაღაცა გაურკვეველი ხალხის და წარმოშობის ხალხის მქონე რაღაცა გეტოები აშენდეს და სავსებით გასაგებია მათი პოზიცია და ესენი ახლა რა AfD ყველაზე პოპულარული პარტია როა გერმანიაში, ხა წარმოიდგინეთ, უკვე 26-27% უჭერს მხარს. ეს რო გადავითვალოთ, რამდენი მილიონია, ხო? უკვე რამდენი 10 მილიონზე მეტი გამოდის თვითონ გერმანიის მოსახლეობაში. მათი მხარდამჭერა და ეს 10 მილიონი ყველა ფაშისტია და ყველა რასისტია. რა თქმა უნდა. აი მე მაინტერესებს ესეთი რამ, რომ ევროპელებმა ძირითადად აი გერმანია არის აქცენტირებული ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორ უყურებენ, იცით, რომ მაგალითად Porsche-ს, ანუ VW ჯგუფს, ასე იგი Volkswagen-ის რიგი პროდუქციაზე, როგორც სამაშველო რგოლი უცებ ამერიკის შეერთებული შტატები აღმოჩნდა, იმიტომ რომ ბაზრის რაღაცა ნაწილი უჭირავს luxury segment-ში Porsche-ს ხვდებით ხო? და ანუ Mercedes-ის რაღაც ნაწილი, BMW-ს აქვს თავისა ქარხანა და ესე იგი წარმოიდგინე რა, რომ გერმანიიდან წარმოება გადმოდის ამერიკაში, რომ გერმანული პროდუქცია იწარმოოს და ეხლა შენ რო ახსენე BASF-ი ეხლა ბევრს გავახსენებ ჩემ თაობას და ცოტა ახალგაზრდებს, ეს ის კომპანია, რომელიც ჩვენი ახალგაზრდობის დროს კასეტებს უშვებდა და ითვლებოდა ყველაზე მაღალხარისხიანი კასეტი, შემდეგ მაგნიტურ ფირებს, იმიტომ რომ ეგ არ ვიცოდი. ხო, სამრეწველო ქიმიასთან იყო დაკავშირებული და ყველაზე მაღალი ხარისხის კასეტა ითვლებოდა BASF-ი და ნუ თუ BASF-ზე ჩაწერდი აუდიო ფაილ და აღარ ქვია აუდიოს, მოკლედ აუდიო საუნდს თუ ჩაწერდი, იქნებოდა და შემდეგ ბაბინები იყო ასევე BASF-ის. ეს ზუსტად გერმანული აი ერთდროს სახელოვანი ქიმიური მრეწველობის ერთ-ერთი სეგმენტი იყო. ეხლა გამახსენდა უბრალოდ შეიძლება თქვი რომ და იმიტომ გავიხსენე და შედარებით ახალგაზრდა თაობასაც გავახსენე. და აი წარმოიდგინე, ესე იგი Porsche და Volkswagen-ი უნდა განვითარდეს ამერიკის ბაზარზე, რომელსაც ტრამპი უწესებს ტარიფებს და ის პროდუქცია, ესე იგი, კიდევ იქნება ფასნამატით, იმიტომ რომ ითვლება იმპორტირებულად. ესე იგი, გერმანელებს აიძულებს, რომ მთლიანად ყველაფერი აქ აეწყოს, რომ ის ბეგარა მოეხსნას და გამოდის, რომ გერმანია საერთოდ მრეწველობის გარეშე გახდება და 10-15 წელიწადში შესაძლოა იგივე Volkswagen, იგივე Porsche იყოს უკვე ამერიკული ბრენდი. ხვდები ხო მე სად ვამბობ და ანუ ეს გენეტიკური ისტორიული წყვეტა იქნება. ეს გარდაუვალია. ეს სხვა კომპანიებსაც დაემართება თუ ევროპამ ესე გააგრძელა. მე მაგალითად შაშან Fiat-ი ნაკლებად ჩანდა. არიც რამხელა ეს არის ავტომობილებია უკვე ნიუ-იორკში Fiat-ის, ნუ ანუ Alfa Romeo და ასე შემდეგ. ეხლა ეს ამერიკელებისთვის ის იყო რა, უცხო იყო. გერმანული კი ტრადიციული ხარისხი განძლეობა და რაღაცა, მაგრამ ხა იტალიური მანქანები ისეთი ერთ Ferrari იწოდე და ნუ Lamborghini ისიც ხა კონკრეტული სეგმენტი იყო. ანუ მას მარკეტზე შემოდეს უკვე Fiat, Cinquecento და რაღაცები იყიდება უკვე. ესე იგი ყველა გამორბის მაქიდან და 2008 წელს ვიყავი პარიზში და წარმოიდგინე 2008 წელს მაფრთხილებდნენ. როცა ლურთან შევდიოდა ეს ცნობილი შუშის პირამიდა რო არის, რომ წყალი არ იყიდო, სკუტერიანს მიექცია ყურადღება და ასე შემდეგ. და წარმომიდგენია ეხა რა ხდება. ანუ იქ ოფიციალურად ეგრეა, რა ვიცი, პარიზშიც, ბარსელონაშიც, ესე ტურისტულ ქალაქებში ბოდიში ჩაგეჭრები და გააგზავნეთ. პოლიცია განცხადებას არ იღებს, ან ტელეფონი რო ვიღაცამ მოგპაროს, ან რაღაცა გაჯეტი, ან პლანშეტი, ეგეთი რა წვრილ მანერზე იქაური პოლიცია განცხადებას არ იღებს. რა იმდენი საქმე აქვს და იმდენი დანაშაული აქვს გამოსაძიებელი, რომ ეპატიებათ რა ესე იგი. აი შენ თუ იცი ის ამბავი მედიაში ვრცელდებოდა. ნუ რუსები ამაზე კარგად პედალირებას ახდენდნენ გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ ინგლისურენოვან პოდკასტებშიც იყო, რომ აი როცა კისტარმერი იყო ქვედარგოლის მენეჯერი, მე მგონი ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა, რო არ მოვიტყო არის პროკურატურა თუ შინაგან საქმეთა სამინისტროში, როცა ხელს აფარებდა თურმე პაკისტანურ ბანდებს, რომელიც ფაქტობრივად დაკავებული იყვნენ ახალგაზრდა გოგოების გატაცება გაუპატიურებით. აი წარმოიდგინე. და როგორც ამბობენ, შლეიფად მოყვება მას რა და ეხა ამ ეფტეინის კეის თუ გადაყვებაო მენდელსონის
მენდელსონის გამო დიდი შანსია რომ შესაძლოა ის დააწიონო ეს თემები, წარმოიდგინე რა ხდება და ეხლა საერთოდ მივყავს, ნახე ეს თემა, ნუ მრეწველობა, ეკონომიკა გასაგებია და საფრანგეთში არის ეგეთი პოლიტიკური ფიგურა და თავის დიდი მხარდაჭერით მარი ლეპენი, ალტერნატივა გერმანიისთვის გერმანიაში. იტალია ცნობილია თავის ნეოფაშისტური მოძრაობებით, ეს ჩემს ახალგაზრდობაში სულ იყო ეს მოძრაობა და ეხლაც არა პაციფისტურითაც ცნობილია რა. არა, ხო და აი რაღაცა. და ეხლა წარმოიდგინე ხომ იცი რაღაცა კრიტიკული ზღვარია. როცა მათი არეალი შევიწროდება, აი როგორც შენახსენე, ბორდოში გადაინაცვლესო. ბორდოსაც რომ მიადგებიან, მერე საწავლე. და მე რა თუ დარწმუნებული ვარ ამაზე გაქვს შენი ანალიზი. აი ეს ულტრამემარჯვენე მოძრაობა რო დაიწყება, ახლა ფაშიზმის გამოსტილება იტალიას და ნაციზმის გერმანიას რო აქვს, ჩვენ კარგად ვიცით, ფრანკო არავის დავიწყებია ესპანეთში, რაც შენახსენე ახლა პრემიერ-მინისტრის იდიოტური განცხადებით, იქ დაიწყება ულტრამემარჯვენე მოძრაობა და აი როგორ ფიქრობ, სადამდე მიიყვანს? ეს ხო შეიძლება რომ უბრალოდ აი ამ სისხლის ზღვრას გადაყვეს უბრალოდ ევროპის საერთოდ ყოფნის საკითხი შეიძლება და დღესაც რიგში. თუ მე ხა ძალიან ვამბობ. იცი რა, ჩემი აზრით დღეს უკვე იმდენი მექანიზმია ჩადებული თვითონ გერმანიაში მაგალითად აგერ AfD-ს ელემენტარულად ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერს არ უნიშნავდნენ, არადა მთავარი ოპოზიციური პარტია ამდენი წელია და ეკუთვნოდა და იქ ამის ჯერჯერობით ისეთი საფრთხე არ არსებობს ჩემი აზრით, რომ მართლა რაღაცა ის გადაიზარდოს, რაღაც იმდენად ყელში ამოუყვანონ გერმანელებს, ან პირობითად იტალიელებს, ან ფრანგებს, რომ ყველაფერი დაივიწყონ და რაღაცა ეს ნეოფაშისტური რაღაცა ნეოფაშისტურმა რაღაცამ გაიღვიძოს მათში. მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაუშვათ გამოცდილება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და ის გზა რაც გაიარა გერმანიამ პირველიდან მეორე მსოფლიო ომამდე, რომ მთელი ესე იგი თავარ დამნაშავედ გამოაცხადეს გერმანია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ის ვერსალის ეგრეთ წოდებული ხელშეკრულება და ვერსალის მშვიდობა იყო უკიდურესად დამამცირებელი გერმანიისთვის და აი ამდენი ხნის განმავლობაში ეს გერმანელები ისე დაამცირეს, რომ შემდგომ ჰიტლერმა ძალიან კარგად ითამაშა აი ამ მათ შელახულ ღირსებაზე, აი ამ გზნობებზე ძალიან კარგად ითამაშა და ამის კონვერტიზაცია, მონეტიზაცია მოახდინა მერე თავის პოლიტიკურ ძალაუფლებაში, ხო? იქ ყველა უბედურება რომ დააბრალეს აუარებელი რეპარაციები, ელზასი და ლოთარინგია და რა ვიცი. მაგრამ ახლა დღესდღეობით უკვე ისე მიდის, რომ აი ესე გერმანელები უკვე ფაქტიურად მენტალურად ყავთ კასტრირებული, აი მენტალურ დონეზე, რომ აი ვიღაცამ რაღაცა არ გაბედოს, რაღაცას სოციალურ ქსელში რაღაცას დაწერენ და ეს დანაშაულია თურმე. მაგრამ თვითონ AfD მე ვარ შორს ვარ იმ თვითონ არც AfD, არც მით უმეტეს ლეპენის პარტია, ეროვნული ფრონტი, იქ მელონი კი პოზიციონირებს იტალიაში ისე როგორც ვითომ მემარჯვენე კონსერვატორი, მაგრამ ძალიან ბევრი იტალიელის იმედგაცრუება მოახერხა უკვე მელონიმ და არის ესეთი იტალიელებშიც დადის ესეთი მოსაზრება, რომ ის იყო, ასე ვთქვათ, deep state-ის პაიკი ხო და მაგრამ აი გერმანიაში და საფრანგეთს რაც შეეხება, იქ უკვე გაუსაზრდელია. საფრანგეთში საერთოდ ძალიან ფაქტიურად მოსახლეობის ნახევარზე მეტი იქაც იცვლება ხოლმე ეს განწყობები პირდაპირ ბრიუსელის პოლიტიკას, ანუ ევროკავშირის პოლიტიკას ეწინააღმდეგება და ამის მიზეზებიც აქვს, ხო იგივეა ეს ხა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ყველა შესაძლო გაერთიანებასთან გაფორმებული მერკოსურის ქვეყნებთან სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან ხო ეს მერკოსურის ქვეყნები პირდაპირ ფრანგ ფერმერებს უტყავს. მერე ეს უაზრო რეგულაციები და ეს წვანე პოლიტიკა Green Deal-მა ეგრეთ წოდებულმა ძალიან დაამძიმა. როგორც ფერმერები ისე ყოფით დონეზე, ხო იქ ყველაფერია უკვე რეგულირებული, რამდენი რისი გამოყოფა შეუძლია დაუშვათ მსუბუქ ავტომობილს. ან დაუშვათ რაღაცა
სოფლის მეურნეობას თუ აწარმოოთ, პესტიციდების რა რაოდენობა შეგიძლიათ აწარმოოთ, რა არა. ანუ პირდაპირ არის ძალიან ზედმეტად ძალიან ბევრი ბიუროკრატია და ეს შემაფერხებელი ელემენტია ჩადებული რა აი ამ ბრიუსელის პოლიტიკაში და მე 2035 წლისთვის სურდათ რომ ეს კლიმატურად ესე იგი ნეიტრალური გამხდარიყო ევროკავშირი რომ ეს გამონაბოლქვის დონე ნულს გათანაბრებოდა და ასე შემდეგ. მე მაქვს ხო ბოდიში. ხო, ბოდიში აბაგის. მე მაქვს აი ევროპის თემა რომ კარგად შევფუთოთ, ძალიან მტკივნეულ კითხვას დავსვმევ და ნახე რა კუთხით მე ამერიკის მოდელს გამოვიყენებ და რამდენად ეს უნისონში იქნება შენ დაკვირვებას და რაც ევროპაში ხდება. აქ მაგალითად ღია კარის დღე რო იყო ბაიდენის დროს არავინ არ იცის ამბობენ 10-დან 12 მილიონამდე არის შემოსული, შეიძლება მეტი, იმიტომ ეს აღური ცხავია. ეს ის კატეგორია, რომელიც დაემატა ამერიკის შეერთებულ შტატებში შიდა მუქთახორებს, მე თამამად შეიძლება ვთქვა, ეს არ მერიდება, იმიტომ რომ მე როგორც ემიგრანტი მე მუშაობ და ვიბეგრები. ეს ნორმალური უნდა იყოს, თუ სახელმწიფო გაძლევს მუშაობის უფლება, შენ სახელმწიფოში შენი წილი უნდა შეიტანო, ხო? ხო ამაში არაფერი ისეთი არ არის, ხო? არის ხალხი, არის ფენა, აფროამერიკელები, ლათინოსები და ასე შემდეგ, რომლებიც არიან მრავალშვილიანი დედები, რომლებიც ოფიციალურად ხელს არ აწერენ თავის მეუღლესთან, რომ მიიღონ დონაციები სახელმწიფოსგან და ეს დიდი თანხებია. სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები, როცა ტრამპი მოდიოდა, აქ ამბობდნენ, რომ ძალიან დიდი წილია, უბრალოდ მე ციფრი არ მინდა რომ მოვიყვანო, იმიტომ რომ აქ სტატისტიკაც ძალიან მერყეობს. ხვდები, ხო, ლიბერალური კვლევითი ცენტრები ერთს ამბობენ, კონსერვატორები რესპუბლიკელები სხვა. რამს უყვარს მაგის გამეორება სომალელებს ადანაშაულებს, ხო, აი სომალელები იღებენ ყველაზე მეტ და ყველაზე ხშირად დახმარებას. სხვადასხვა მინესოტაში ის კრიზისი მაგის გამო დაიწყო. უბრალოდ მე მიიღო ისახე, რაც მიიღო. მინეაპოლისში. ხო, მინეაპოლისი. ეს სომალური კეისია, ეგ მაფია რო იყო, რომ არ არსებული საბავშვო ბაღები, არ არსებული სკოლები და აი ფული იჭრებოდა როგორც money laundry არის, ნუ აი აპოთეოსი იყო ამ გაგების. და ეხლა საიტემი იყოს, ნახე რომ ეს ის კატეგორია, რომელიც ქარხანაში არ წავა გიორგი და არ იმუშავებს. და ზუსტად იგივე იქნება გერმანიაში. ამ ინდუსტრიულ ქარხანაში, იგივე საფრანგეთში, იგივე იტალიაში, ეს ხალხი ვინც გადმოდის, ის მოდის იმიტომ კი არა რომ იმუშაოს, რომ მიიღოს დახმარება. დახმარებას როცა ვეღარ გაცემს სახელმწიფო, იმიტომ რომ ხო ყველაფერს თავის საზღვარი აქვს. მერე დაიწყება ძარცვა, რაც უკვე დაწყებულია. და შე როგორ ატყობ? ამას ხო ხა მე და შენა ყოფით დონეზე საუბრობთ, ხო? ერთი თბილისში იმყოფება ქართველი, მეორე ნიუ-იორკში და საუბრობთ ევროპაზე, მაგრამ ჩავად ხა ხო იციან ეს ყველაფერი. ნუ თუ ესეთი აზმოკლებულები არიან, ან უბრალოდ რა საფასური აქვს აღებული განა, რომ იციან რომ ეს ყველაფერი 5-6 წელიწადს ისე დადგება, რომ იქ იქნება ძარცვა გლეჯვა. ქალაქები დაიყოფა და მე ჩემი თეორია მაქვს, რომ მე ვამბობ, რომ გერმანია დაიშლება მიწებად, ისედაც ფედერალური იყო. რას მიგონი? აი მან ხო იყო ეგეთი გამოცდილება ამ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ რო იყო ეს გამოსვლები Black Lives Matter და რას უშვებოდნენ მაღაზიებს, ხო? ზმნაც ხო არის, რომელიც აღწერს აი ამას პირდაპირ ამ ბანდიტიზმს და აი ამ ძარცვა გლეჯას პირდაპირ თლიანად ამერიკის თლიანი, ესე იგი, მასშტაბით ხდებოდა რა ეს ყველაფერი განსაკუთრებით. ხო და ფლორიდას ყველაზე და მე უკვე ის ადგილობრივები რო გამოვიდნენ, პირდაპირ სამოქალაქო დაპირისპირება რო ვიხილეთ და ეს რედნეკები რაღაცა იარაღით რო გამოვიდნენ და თავის მაღაზიებს რო იცავდნენ, ხო? სავსებით შესაძლებელია ესეთი მოდელი ქცევისა განმეორდეს ევროპაში, იმიტომ რომ იქ განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული ეს არაბული და მუსულმანური ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტები პირდაპირ აჟღერებენ ამას, რომ სურთ შარიათის კანონებით ცხოვრება და ისინი ამბობენ კიდევაც, რომ აი ერთ შვენიერ დღესო ჩვენ მოვიქნებითო უმრავლესობაო, დემოკრატიულად მოვალთო და შესაბამისად დემოკრატიულად მოგიწყობთ ამ შარიათს რა და რაც რამდენიმე ათეული წლის წინ
ფანტასტიკა იყო, მაგალითად აი მიშელ უელბეკი და მისი ცნობილი ეს რომანი მორჩილება, ხო? ესე ითარგმნება, ხო? ეს პოლიტიკური ფანტასტიკა იყო, ეს რამდენი როცა ეს გამოვიდა 20 წლის წინ. ნუ იქ ისეთი ისტორიაა, მოკლედ რომ საფრანგეთში ამ დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოდის ფუნდამენტალისტი, ისლამისტი ფუნდამენტალისტი და შემოაქვს აი შარიათი ყოფით დონეზე უნივერსიტეტებში ყველგან ქალებს მერე აუგზავნავენ ჩვეულებრივად გადაადგილებას თავსაბურავად, მაგრამ დემოკრატიულად მოდის რა, დემოკრატიულად იგებს არჩევნებს და აი ეს შეიძლება იყოს ევროპის ყველაზე ისეთი ცუდი კოშმარი, რაც შეიძლება რამდენიმე ათეულ წელიწადში უკვე რეალობად იქცეს. იქეთკენ მიდის ყველაფერი რა. რო გადავხედოთ ჩვენ ახლა იგივე აი ისე ბრიტანეთს ვიმეუნებ ხშირად, მაგრამ ბირმინგემში მთლიანად რა მთლიანად ეს კომუნიტია და ჩვენ არც ერთი რელიგიის წინააღმდეგი არ ვარ და რა თქმა უნდა ყველა რელიგიას უნდა კონდეს აბსოლუტური თავისუფლება აღსარებლობის და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც ეს ხალხი იქაურ ადგილობრივებს ემუქრება, ეს ჩასული ხალხი, რომ ჩვენი წესით უნდა იცხოვროთ თქვენო, ეს სად მოსულა და სად წერია ეს უკვე შემწყნარებლობა არ არის და ისეთ გონორზე არიან რომ რა ვიცი თითქოს აი ეს არის და რატომ მიიყვანეს ახლა საქმე აქამდე ევროკავშირის მარიონეტებმა იმიტომ რომ ძალიან შორშეტოპეს უკვე უკან გამოსასვლელი გზა ესე იგი აღარ დაიტოვეს რა აი როგორ ჭადრაკში არის რომ ცუქსვანგი რომ ნებისმიერი შემდეგი ქმედება უკვე უარესდება სიტუაცია შენთვის და უარესდება აი ესეთ მდგომარეობაში არიან ახლა ევროკავშირის ეგრეთ წოდებული მართველიები და იმიტომ რომ ამდენი ხნის განმავლობაში ხო შეეძლოთ მათ თუნდაც თავის უსაფრთხოებაზე ფიქრი თუნდაც მიგრაციის კონტროლზე ფიქრი, ეხა გუშინ და გუშინ წინო დაიწყეს, აი თურმე დამოუკიდებლად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. კი, მაგრამ ამდენი ხანი დამოუკიდებლად რატო არ აკეთებდნენ? ვინმეს გაუჩნდა ეგ შეკითხვა? ამდენი ხანი შეერთებული შტატების დაკრულზე რატო ცეკვავდნენ და ერთი ღირსეული პოლიტიკოსი არ გამოდგა ეხა მიუნხენის კონფერენციაზე რომ გამოსულიყო და სიმართლე ეთქვა, რომ აი ჩვენი ბრალია ეს ყველაფერი, რომ აი თქვენ ომებში მოყვებოდით და რას ეუნეოდა კალასი ამ ყველაფრის შემხედვარად და იცი რაო თქვენო გჭირდებითო ანუ ამერიკელებს ევროპელები რატო გჭირდებითო იცი იმიტომ რომ თქვენ ომებს იწყებთო ჩვენ ხო მოყვებითო მანდო და იქ ხო ხალხი გვეღუპებაო ჩვენ აბა ჩვენს გარეშე ანუ ისევ საზარბაზნე ხორცის როლს თავაზობდა რა და იმის მაგივრად რომ ეთქვათ რომ აი ამდენი ომი რო დაიწყეთ და იქ საერთაშორისო წესების უხეში დარღვევით და ჩვენც რატომ მიგვაღებინეთ მონაწილეობა და შეცდომების გაანალიზება რო დაეწყოთ იმის მაგივრად კიდე იმას იმეორებენ იმიტომ რომ ამ ხალხს თქვა მართლა არ მოეკითხება ეხა ისეთ რაღაცებს აი მაგალითად გამოდის მერცი ხო რომელიც არის იდეაში არ არის ეხა ეს ულტრალიბერალი რო დაფიქრდე რა არის ისეთი ქრისტიან დემოკრატიული პარტიის ლიდერი რომელიც უნდა იყოს უფრო მეტი მოეთხოვება ვიდრე სიტყვაზე ანაბელა ბერბოქს. ხო, შოლძე მეტი გერმანელია. და შოლძე მეტი მოეთხოვება. რას ამბობს ახლა მერც? რომ რუსეთიო დაიწყებს მოლაპარაკებას მარტო მაშინო, როდესაცო სამხედრო და ეკონომიკური კრახის წინაშე აღმოჩნდებაო. ამას ამბობს ახლა ქვეყნის ლიდერი. აი წარმოიდგინე, რა შეიძლება იყოს ახლა ამათვის სამხედრო კრახი რუსეთის სამხედრო კრახი ევროპელებისთვის რას უნდა ნიშნავდეს? ალბათ რა ვიცი. გერმანელებმა კარგად იციან, როგორც მინიმუმ, სხვებმა თუ არა. არ ვიცი, ესეთ უპასუხისმგებლო განცხადებას რო აკეთებ, განცხადებებს და ეხა ამათ მე უკონტროლო მიგრაციაზე მოეკითხებათ მართლა პასუხი. აი, ესენი მე უკვე ადრე ბოლომდე ამის არ მჯეროდა, მაგრამ ეხა უკვე მართლა სურთ მათ, რომ აი მიგრანტებით ჩაანაცვლონ ადგილობრივი მოსახლეობა და ელექტორალურად შეცვალონ სურათი და იგივე ის 500,000 ესპანელს მიცემენ, მერე 1 მილიონ ფრანკს ვიღაცას მიცემენ იქ ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩასულს მოქალაქეობას და აი ესე სურთ რომ ამათ ხარჯზე გაიგრძელონ უფლებამოსილება და უფრო დიდხანს დარჩენ ხელისუფლებაში, მაგრამ აი მაინც ვერ ახერხებენ რა, ყველა გამოკითხვით ახლა შემდეგ არჩევნებზე საფრანგეთში უნდა გაიმარჯვოს ჯორდან ბარდელამ, ხო?
ხო არ უშვებენ ახლა ეს მარინ ლე პენს, რომელიც მოდელია, ხო? შეთითხნილი საბაბით 20 წლის წინანდელ საქმეებზე ედავებიან და ამის გამო ცდილობენ რომ არ დაუშვან საპრეზიდენტო არჩევნებზე, ხო ეს მაკრონი რომელიც არის, რა ვიცი, ტრაგიკომედიაა რა, თავისი ჩალურჯებული თვალით დაწყებული და ცოლის მიერ თვითმფრინავის ბორცზე სახეში სილა გაწნული და იქ მე იმ ავიატორისაც ეს ვაი რა უნდა გადაწყვიტოს მაკრონმა ან ევროპულ არენაზე, ან სოფლიო არენაზე, აი, როდესაც ცოლი არცემს მას პატივს, აი ვინ უნდათ ეს პატივი, ხო? ვინ უნდათ ეს მას პატივი და მე უკვირთ რატო არ გვეძახითო ამერიკელები და რუსებიო და ჩინელებიო, რო ხვდებითო ჩვენც გვინდაო სიკორსკი ამბობს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ ერთი ადგილი ჩვენც გვინდა მოლაპარაკების მაგიდაზე, ჩვენ ამას ვიმსახურებთო, იმიტომ რომ უკრაინელებს ჩვენ ვეხმარებითო ეხლა, არავინ არ ეხმარებაო რა. კი მაგრამ ვინ აღიქვავს იმ ამათ სერიოზულად რომ მოლაპარაკების მაგიდაზე ამათან დაჭდნენ, ხო? ან რუსები თუ ამერიკელები, ხო? ხო, თან ეხლა ეს საგარეო არენაზე და შიდა არენაზე რასაც ესენი თვითონ ევროპულ კონტინენტს უკეთებენ თავისი რეგულაციებით, მწვანე პოლიტიკით, არასწორი და არაეფექტური მართვით, ხარჯების არა გონივრული გადანაწილებით, ხო? აი ხა რაც კი იყო, აი ეს ევროპული კეთილდღეობის სისტემა, იგივე ეს განათლება, სწავლა განათლება, ინფრასტრუქტურა, სოციალური დაცვა, სამედიცინო მომსახურება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ეხა ნელ-ნელა გადადის შეიარაღებაში, ევროპის შეიარაღებაში. ესე იგი, ერთი რაც ჰქონდათ, კაი, იმაზეც უარს ამბობენ, რომ აი რაღაც უაზრო რბოლაში ჩაერთონ. სადაც მაინც ვერაფერს ვერ იზავენ. მაგრამ აი ესე იგი, აი საძირკველს უთხრიან რა, აი რაზეც იდგა ევროპული კონტინენტი, ევროკავშირი, ხო? აი რაც იყო ევროკავშირის წარმატების ისტორია, ის იყო ძლიერი ინდუსტრია, ის იყო ძლიერი სოციალური დაცვა, როდესაც ყველა მეტნაკლებად განურჩევლად მისი ქონებრივი შესაძლებლობებისა მიიღებდა კაი განათლებას, მეტნაკლებად კაი სამედიცინო მომსახურებას და ასე შემდეგ. აი ამას ჭრიან რა, აი ტოც ჭრიან, რაზეც თვითონ შეხედან. და ამას აკეთებენ მიზანმიმართულად უკვე. ის კი არ არის რომ შემთხვევით აკეთებენ. ამას მიზანმიმართულად აკეთებენ რა. უცნაურია და ყველაზე უცნაური იცი რა არის, რომ თვითონ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, მათაც ყავთ შვილები, შვილები, ну ვისაც არ ყავს ხო ძმისშვილი, დიშვილი, მოკლედ იმაზე მინდა თქვა, რომ უშუალო ნათესაური წრე ხო ყავთ, ვიზეც მართლა ზრუნავენ, ან ვინც მართლა უყვართ. ну თუ ესეთი არა ადამიანები არიან, რომ არაფერი არ აინტერესებს და არა ესეთი კოსმოპოლიტები როგორ არიან, ხო, რომ დრო, სივრცე, სამყარო, საზღვარს, ქვეყანას მნიშვნელობა არ ქონდეს, მაგრამ აი წარმოუდგენელია ჩემთვის როგორ შეიძლება ეხლა აი ხო ამბობენ პოლიტიკაში არის აი რუსულად არის точка невозврата ინგლისურად თქვა მაგრამ მე არ ვიცი უბრალოდ ხო აი ეს ხო გაიარეს ფაქტობრივად ეხლა რა მოაბრუნებს ამ ყველაფერს მე მგონი ვერც ვერ რა კი ერთადერთი ახლა ამათ მოაბრუნებს ის რომ მართლა აი ყველგან საფრანგეთშიც ესპანეთშიც გერმანიაშიც მოვიდნენ ეს პატრიოტები და ამათმა შეეცადონ რაღაც რეფორმირებას, მაგრამ უკვე იმის ილუზიას არ მაქვს მე დიდი, რომ ევროკავშირს დარჩა რაღაცა კონსტრუქციული რეფორმირების საშუალება. აი მაგალითად ეხა რომ მოვიდეს ბარდელა, იმიტომ რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო რესპუბლიკაა და აი რა ვიცი მე 4-5 წელიწადში რომ დადგეს საკითხი, გამოვიდეს პირდაპირ ეს საკითხი რეფერენდუმზე, საფრანგეთში გამოიტანო, გვინდა თუ არა ფრანგებს, საფრანგეთის მოქალაქეებს ევროკავშირში დარჩენა. იქ არ არის გამორიცხული, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭიროს ევროკავშირიდან გამოსვლას, როგორც თავის დროზე ბრიტანელებმა და მაშინ უკვე ევროკავშირის ზღაპარი დამთავრებული იქნება. ხო და აი ესეც მიუნხენის 2007 წლის გამოძახილი, სადაც ვლადიმერ პუტინი გამოვიდა და მთელ მსოფლიოს გააფრთხილა და როგორც შენ სწორად აღნიშნე, თავშივე ამდენი წლის მერე დაუდგათ როგორც ეს წინასწარ მეტყველება. გიორგი და მეორე თემა.
ვენესუელა, ოღონდ ვენესუელა უშუალოდ როგორც მოვლენები კი არა, ვენესუელა როგორც პროდუქტი, ან პოსტპროდუქტი ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებისა. ჩვენ ხედავთ, რომ პრეზიდენტი გაწია, გაიყვანა და არსებულ ხელისუფლებასთან, როგორც მე ვიცი და შენ უკეთ განმარტავ, ისე დაალაგა ურთიერთობა, რომ ფაქტობრივად ესე გამოვიდა, რომ აკონტროლებს ვენესუელას ნავთობს. მძიმე ნავთობია, მსუბუქი ნავთობია, დეტალებში ნუ წავალთ, რაღაცა რესურსი. ჩვენ ხედავთ, რომ კუბა მოაქცია აბსოლუტურ ბლოკადაში. ესე ვენესუელადან კუბაში ნავთობი არ ადის, მექსიკელებმა თავისი ნებით შეწყვიტეს ექსპორტი კუბაში და ასევე ვხედავთ უკვე რომ გავზარდოთ მასშტაბი ტრამპის მოქმედებისა, ხედავთ რომ მაქსიმალურად ზღუდავს რუსეთის ენერგომატარებლების ექსპორტს მთელ სოფლიოში და კარგათაც გამოსდის. იგივე ემუქრება ჩინეთს. შენ რას ფიქრობ, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი განვითარდეს? ეს ეხლა ლოკალური წარმატებაა, უბრალოდ გაუმართლა, იმიტომ რომ ჩინეთი და რუსეთი რაღაც მომლოდინე პოზიციაში არიან, თუ ეს მართლაც გეგმაზე მეორე ესეთი დასახული გეგმა იყო, რომელსაც მიყვება და ამართლებს კიდეც. როგორ ფიქრობ? ეს გეგმა ზომიერად მიმდინარეობს ყველაფერი და ზოგადად რესურსებისთვის ომი არის ის ომის და კონფლიქტების ის დაუფარავი მხარე, რაც ხშირად წარმართავს ბევრ რაღაცას. შეიძლება პირველ პლანზე ეს არ ჩანს, მაგრამ კაცობრიობის ისტორია რო ავიღოთ უხსოვარი დროიდან დღემდე, ეს პირველ რიგში არის რესურსებისთვის ომი, ხო, რომის იმპერიიდან მოყოლებული დღემდე. მაშინ უბრალოდ არ იყო ნავთობი და ეს იშვიათი მეტალები, მაშინ რა იყო? მაშინ იყო მარილი მაგალითად და მარილის როგორც რესურსი, იმიტომ რომ არის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ერთ-ერთი საშუალება იყო, რომლის მეშვეობითაც პროდუქტს ვარგისიანობას უხანგრძლივებდნენ. მარილის მოპოვება და მერე აი ეს გამავალი გზები, აი ეგ იყო, ხო, ვია სოლარია რო ერქვა ამ მთლიანად გამავალა იტალიაში ამ მარშრუტს, რომლის მეშვეობითაც ესე იგი მიემართებოდა ეს მარილი სხვადასხვა ქალაქებში, ეს იყო უდიდესი მნიშვნელობის. ეხლა ჩვენ ვადევნებთ იმას, რომ ტრამპი ცდილობს ორი რაღაცის გაკეთებას. ეს არის, ესე იგი, ენერგო რესურსების ხელში ჩაგდებას და გლობალური მარშრუტების ცვლილებას. ცვლილებაში იგულისხმება, რომ მან აკონტროლოს უშუალოდ და მეორე უშუალოდ მომავლის ნავთობი რაც არის, ეს არის იშვიათი მეტალები, მინერალები, ეს არის კობალტი, ლითიუმი, მარგანეცი, რაც პირდაპირ ესე იგი ამ ელექტროტექნიკის, ტელეფონების, ტელევიზორების, ელექტრომობილების, მათი ელემენტების, ბატარეების წარმოების აუცილებელი კომპონენტია და რაც უფრო მეტი დრო გადის, მათზე მოთხოვნა უფრო იზრდება, ხო? იმიტომ რომ მათი წარმოებაც უფრო იზრდება. ამიტომაც ტრამპი ცდილობს აი ამ ესე იგი რესურსების ხელში ჩაგდებას ერთი და მეორე აი ამ იმ მარშრუტების ხელში ჩაგდებას, რომლის მეშვეობითაც და რომლის გავლითაც ეს რესურსები ერთი ქვეყნიდან მეორისკენ მიემართება. მე არ ვიტყოდი იმას, რომ ტრამპმა დიდ წარმატებას მიაღწია ამ გზაზე. კი, ვენესუელამ დაიწყო ნავთობის ესე იგი სხვადასხვა აგერ რამდენიმე დღის წინ ისრაელშიც კი გააგზავნა რამდენიმე ტანკერი, შეერთებულ შტატებშიც გააგზავნა და იქ რაღაცა ესე იგი ამერიკელებმა თავისთვის დაიწყეს ნელ-ნელა ათვისება ვენესუელური ნავთობისა, მაგრამ იქ ხელისუფლების ცვლილება არ მომხდარა არც ერთი პარამეტრით. ამიტომაც ჩვენ რაიმე დასკვნა გამოვიტანოთ და შევხედოთ ციფრებს, ჯერჯერობით ესეთი ციფრები ძალიან ცოტაა ინტერნეტში. ანუ მინიმუმ რამრიც ერთი წელი მაინც უნდა გავიდეს, რომ აი ვთქვათ როგორ შეიცვალა აი ეს ნავთობის მიმოქცევა. მაგრამ ტრამპს ვენესუელას შემთხვევაში მთავარი მისი მიზანი რა იყო? ანუ იქაური ურჩი, წყალებში ლიდერის დასჯა, სამაგალითოდ, რომ აი
ლათინური ამერიკის სხვა ლიდერებს იქნებოდა ეს სხვა ქვეყნები ურუგვაი, ბრაზილია, ბოლივია, ბრაზილიის ლულუ და სილვასთან დიდად ვერ მეგობრობს და ძალიან დაპირისპირებულია ტრამპი, ხო და მისი ყოფილი მეგობარი კოლეგა აგერ ციხეშიც არის, ხო, ბოლსონარო. და აი ეს რო ქონოდა ერთგვარი აი ესეთი რაღაცა გელით თქვენს. ეხლა კუბას რას უშვებიან ამერიკელები? ეს ყოველგვარ საღასს და ემპათიას ხდება, რომელიც კუბა 60 წელიწადზე მეტია ყოველგვარ ბლოკადაში ყავთ. აბსოლუტურად გაუმართლებელ ბლოკადაში თვითონ გაეროს კენჭისყრაზე 2-3 ქვეყანაა ხოლმე, რომელიც ამ ბლოკადას ხარს უჭერს. ხანდახან მარტო 2. ანუ ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა 198-17 ქვეყანა იმის მომხრეა, რომ ეს ბლოკადა უნდა დამთავრდეს, იმიტომ რომ ამ ბლოკადას არ აქვს არანაირი რეალური სამართლიანი მიზეზი. ამ ბლოკადის ერთადერთი მიზეზი არის შეერთებული შტატების იმპერიალისტური საგარეო პოლიტიკა, რომელიც ცდილობს აი ამ ხელა პატარა კუბის განადგურებას, რომელიც სხვათა შორის აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აი ამ წარმოუდგენელი ბლოკადის და ეკონომიკური სიდუხჭირის რაღაც პარამეტრებში, მაგალითად, შეერთებულ შტატებში ჯობნის კიდევაც, იქნება ეს მაგალითად საშუალო ხანგრძლივობა სიცოცხლისა, იქნება ეს ბავშვების სიკვდილიანობა, იქნება ეს იგივე ექიმების რაოდენობა 1000 და 100 სულ მოსახლეზე, იგივე რაღაც კუბური მედიცინა საკმაოდ განვითარებულია, ხო? საკმაოდ განვითარებულია და ამ ქვეყანამ აი ესეთი წარმოუდგენელი წნეხის პირობებშიც კი შეძლო განვითარება, მაგრამ ეხლა ცდილობს შეერთებული შტატები მოგუდოს. და ჩვენ რო ავიღოთ ეხლა ტრამპის ეგრეთ წოდებული გაცხადებული ტერიტორიული პრეტენზიები და ასევე პირდაპირ ომის დაწყების მცდელობები, ხო? ეს არის ირანი, ეს არის ვენესუელა, ეს არის, ესე იგი, გრენლანდია, რა აერთიანებს ამ სამივე იქ კუნძულს და დანარჩენ 2 შემთხვევაში ქვეყანას. აერთიანებს ის, რომ სამივე გრენლანდიაც, ირანის, ვენესუელაც, ისევე როგორც იქეთ უკვე რო ჩავყვეთ ლათინურ ამერიკას, ძალიან დიდარია სასარგებლო წიაღისეულით. და ეს არის სწორედ მომავლის ნავთობი და მომავლის გაზი. ნავთობის მარაგები შეიძლება სიტყვაზე 50-60 წელიწადში ამოიწუროს მსოფლიოში და აი ეს კობალტი, აი ეს ლითიუმი, რომელიც ყველაზე მსუბუქი ესე იგი ეს არის მენდელეევის ტაბულაში ნივთიერება და ძალიან დიდი მნიშვნელობის არის, ხო? აი ამათი ფასი გაორმაგდება და გასამაგდება დროთა განმავლობაში და ამაში ლიდერები არიან ჩინელები, იმიტომ რომ მათ მოახერხეს ის, რომ ყველა დიდ ქვეყანაში, სადაც იყო აი ამ იშვიათი მინერალების საბადოები, მარაგები, მათ საკმაოდ ისეთი დემოკრატიულად არავისთვის არ დაუძალებიათ და იარაღი არ მიუშვერიათ და ომი არ დაუწყიათ, პირდაპირ გარიგების საფუძველზე მოახერხეს აი ამ მიწოდების ჯაჭვების ჩამოყალიბება. და ის რომ ჩინეთი არის აბსოლუტური ლიდერი დღესდღეობით, როგორც აი ამ ეგრეთ წოდებული ელექტრომობილების ბატარეების წარმოებაში, სადაც ძალიან დიდი რაოდენობით ეს კობალტი, ნიკელი, ლითიუმი გამოიყენება და ასე შემდეგ, თემ მსოფლიოს ესენი ამარაგებენ. ელექტრონიკაზე და ასე შემდეგ აღარ მაქვს მესაუბარი უკვე. და ტრამპი აი ამ თავისი ქმედებებით ცდილობს როგორღაც აი სტატუს-კვო შეცვალოს, მაგრამ რეალობა არის იმდაგვარი, რომ ესე იგი ტექნოლოგიებში, ანუ რო ავიღოთ რაღაც 75 დარგი ტექნოლოგიაში, იქიდან 60 დარგში პირობითად იქნება ეს კოსმოსი, ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ. მე შემიძლია ჩაგიგდოთ ის კვლევა საკმაოდ საინტერესოა, პირდაპირ ჩინეთი ლიდერობს, ანუ შეერთებულ შტატებს უსწრებს. აი ამ სტატუს-კვოს ცვლილებას უსწრებს ტრამპს და ცოტა ხანდახან აი ეს იმას გავს რაღაცნაირად განწირული სულისკვეთებას, მაგრამ ეს ჩემი აზრით ვერ მოხდება, იმიტომ რომ იქ პირობითად რაღაცა
დაატყვევეს ხო მადურო. მაგრამ ირანს ჯერჯერობით ვერაფერი ვერ უქმნის. გრენლანდიაც დიდი მუხარის მიუხედავად ჯერჯერობით ვერ წაიღო. გრენლანდიაში მეცნიერები ვერ თანხმდებიან იმაზე რა რაოდენობის ესე იგი სასარგებლო წიაღისეულია. იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობისაა ყინულის ფენებს შორის არის ეს დაფარული რა და გრენლანდიას შეიძლება ზოგადად აღმოჩნდეს რაღაცა ჯეკპოტი აი ამ ხრივ რა. აი ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ნებისმიერი ომის უკან დგას აი ეს ბრძოლა რესურსებისთვის. ბრძოლა მომავლისთვის, იმიტომ რომ ტრამპს მით უმეტეს საერთოდ არ აინტერესებს ბჭყალებში რაღაცა იქ დემოკრატიული პროცესების განვითარება, როგორც აპრავებდნენ წინა ხელისუფლებები შეერთებულ შტატებში თავის ოკუპაციას, მაგრამ ისინიც ხო იზახდნენ სიმართლეს, რატო იყვნენ ერაყში, კუვეითში, ირანში და ასე შემდეგ. თავარი ის არის, რომ დღესდღეობით აი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს რუსეთთან და ჩინეთთან ერთად შეუძლიათ გლობალურად შეცვალონ აი ნავთობზე როგორც ფასწარმოქმნა, ასევე მოთხოვნაც, იმიტომ რომ იქნება ეს საუდის არაბეთი, რუსეთი, აქეთ ყატარი აქ ქვევით ვენესუელა მათ გააჩნიათ იმ რაოდენობის რესურსები რომ ეს ძალუც და რაც მაგალითად 5-10 წლის წინ ხო ისეთი გადაკრული მოკავშირეები იყვნენ მაგალითად საუდის არაბეთი და შეერთებული შტატები ხო დღეს უკვე სხვანაირად არის საუდის არაბეთს განაცხადი აქვს ბრიკში გაკეთებული და რუსეთთან ძალიან დაახლოებულია ბოლო პერიოდში და მარტივად რომ ჩამოვაყალიბოთ ანუ ტრამპი ცდილობს რაღაცა შეერთებულ შტატებს შეუნარჩუნოს ჰეგემონია, გლობალური მსოფლიო ჰეგემონიის როლი, იმით რომ აი დაშინებით ჩაიგდოს ხელში დამატებით რაღაცა ნავთობის მარაგები, მარშრუტები, მაგრამ ეს ალბათ გამოიწვევს უკუ ეფექტს ჩემი გათვლებით. ანუ დროებითი ეფექტია ხარ ჩვენ რასაც ვხედავთ. იმიტომ რომ რუსეთის და ჩინეთსაც აქვს ესე იგი კონტრარგუმენტი ამ თამაშში. რა თქმა უნდა, რუსეთს და ჩინეთს აქვს და მათ ჯერ ეგერთი ესე იგი ჩინეთი ტექნოლოგიებს უზიარებს რუსეთს და საკმაოდ ისეთ ტექნოლოგიებს რუსეთი თავის მხრივ ბუნებრივ რესურსებს უზიარებს ჩინეთს და მათი აი ეს ტანდემი არის საკმაოდ ინის და იანის ტანდემია რა რაღაც კუთხით რა იმიტომ რომ ჩინეთი მოწყობით თუნდაც სოციალური წყობით ხედვით აბსოლუტურად რადიკალურად სხვანაირად აქვს ყველაფერი მოწყობილი თავისთან რუსეთი საერთოდ აბსოლუტურად სხვა მოწყობის ქვეყანაა, მაგრამ სადაც საშუალება აქვს, მათ საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა აქვს და აქვე არის ინდოეთი, ხო? ინდოეთი ჯერჯერობით ვერ აუღწელა შეერთებულმა შტატებმა, ვერ დააშინა იმდაგვარად, რომ რუსეთიდან აღარ შეიძინოს ნავთობი. ინდოეთი რომელიც მაგრამ სრულად არა, მე მგონი. არა, შეიზღუდა შეიძლება პირობითად, მაგრამ დღემდე ისე რჩება ევროპის მთავარი ევროკავშირის მთავარი მომარაგებელია ინდოეთი ნავთობით, თუმცა რუსული ნავთობი. რუსული ნავთობია, ინდოეთში ნავთობი არა. ხო, ინდოეთს ნავთობი არა აქვს, ანუ ხეირობს ინდოეთი და რუსეთი. ვის ხარჯზე? ევროპელის ჯიბის ხარჯზე. იმის მაგივრად, რომ ევროპელს პირდაპირ ეყიდა რუსეთთან და აი ეს ვითომ რაღაცა ყალბი პათეტიკა, რომ აი ჩვენ იმას რა ანუ ორმაგს იხდიან ეხა ანუ აქეთ ცალკე უხდიან ინდოელებს რომ ისინი შუამავლები არიან ცალკე იქეთ რუსეთს და შეიძლება პირდაპირ აი ამ ყველაფრის გარეშე ისევ რუსული ნავთობი შეეძინათ და კიდე გადაერჩინათ თავიანთი წარმოება მაგრამ სხვა გზა აირჩიეს ხო და ტრამპმა ის მოახერხა სხვათა შორის რომ აი ამ დაშინებით განსაკუთრებით აზიური ქვეყნების მიმართ აი თითის ქნევით ფაქტიურად ინდოეთი და ჩინეთი დაახლოვა, ხო? იმიტომ რომ ინდოეთი და ჩინეთი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ მათ შეიძლება ერთმანეთის მიმართ კონდეთ საკმაოდ ბევრი პრეტენზია და კითხვა გააჩნდეთ და ერთმანეთი არ ეპიკნავებოდეთ, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ამერიკული საფრთხის ფონზე ისინი მზად არიან, რომ ითანამშრომლონ რა და აი ეს არის, აი მისმა მუქარებმა
ის მოცემულობა მოგწა, რომ აი ასევე ეხა კანადა ცდილობს ჩინეთთან დაახლოებას. კი, იქ პრემიერმა აღნიშნა, რომ აი რაღაცა ისიც არაფერს ხელშეკრულებას არ გააფორმებთ, მაგრამ დაწყებულია ეს პროცესი, ხო? ისიც კანადაც ხედავს, რომ პირდაპირ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ემუქრება და პირდაპირ შტატის გუბერნატორად მოიხსენიებს. რა, როგორც რაღაცა ხო, ანუ ნამესნიკად მოიხსენიებს დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტს და ყველა ხო აჩნევას ამას და შესაბამისი დასკვნების გამოაქვთ. კი, ესეა ნამდვილად. ძალიან ტურბულენტურ პერიოდში შევდივარ და საგარეო პოლიტიკა ალბათ გიორგი იმდენად ის იქნება არ დაეკვემდებარება ალბათ მოკლე პროგნოზს, შორზე რო არაფერი თქვათ, რომ მართლა ყოველდღიურად ცვლილებების რეაგირება უნდა მოვახდინოთ. რა, აი ნიუსზე და მე შედეგად რაღაც შეიძლება საერთო სურათი მივიღოთ. და ჩვენი საუბრის ბოლოს მე და შემახსოვს პირველი პოდკასტი რო ჩავწერეთ, ეს ეხებოდა ამერიკის რეინდუსტრიალიზაციას. და მახსოვს რომ ეს სისტემა არის, რასაც დონალდ ტრამპი და მისი მაგა მოძრაობა რითიც მოვიდნენ ფაქტობრივად ხელისუფლებაში და აი ამაზე მინდა კითხო ბოლოს გვახსოვს ეგეთი რაღაცა რომ მე მგონი ვის მიმართ აღარ მახსოვს ნუ მოკლედ კენედის უთხრა რომ ყველაფერი მართე განდა ენერგომატარებლებისა და მე მგონი ვინც ენერგეტიკას თუ სამრეწველო სექტორს ხელმძღვანელობდა drill baby drill ანუ ბურღოთ მოვიბურღოთ ეს ნავთობი და გამოდის რომ ეხლა მე რასაც აქ უყურებ რაც ცდომა მაქვს ბუნებრივია ეს საჯარო ინფორმაცია რაც არის ეს ნავთობის ფასმა კი დაიკლო ბენზინის ფასმა დაიკლო უბრალოდ 10 ცენტით ნიუ-იორკში და რახან ნიუ-იორკში დაიკლო ესე იგი სხვადასხვა შტატებში ნუ პლუს მინუს იგივე კლება მაგრამ მე ვერ გავარკვი ეს იმიტომ რომ მართლა მაშინ მექსიკის ყურეში ნავთობის მოპოვება გაიზარდა თუ რა ხრიქს მიმართავს ხელისუფლება არ ვიცი და მეორე მომენტი არც ერთი დოლარი რომელიც ტრამპს დაპირდნენ გარე ინვესტორებმა აი მაგალითად იგივე არაბეთის საემიროები არა ანუ არაბეთის პრინციპალურად 600 მილიარდი ეკონომიკაში ინვესტირება 600 მილიარდიო და არაო ტრილიონიო და ცალკე იაპონელებმა ცალკე ამერიკის სამხრეთ კორეა მერე უსულად დაპირდა უსულამ რო პარო 600 მილიონი და ეხლა ირკვევა რომ არავის დოლარი არ ჩაუდია ამერიკის ეკონომიკაში თითქმის წელიწადი გავიდა ხო რაც ხელისუფლება რა არის ყველაფერი ესეც ესეთი მარკეტინგული ბუშტია არც იბურგება შუა სარტყელს ვერ ამუშავებს იმიტომ რომ მუშახელი არ არის ელემენტარულად მე ეჭვება რომ ეხლა მაგალითად ჩინეთიდან ვინმე გადმოვიდეს და აქ ავტოწარმოება დაიწყოს და პლუს კიდე არც ერთი დოლარი არ იდება და რა იყო ეს ყველაფერი როგორ ფიქრობ ეს იყო ნუ ტრამპი ერთია უშუალოდ როგორ იქცევა ის კამერების წინაშე იმიტომ რომ კაი შოუმენია ვერ დაუყარგავთ მას და არანორმალური ქარიზმის პატრონია და ცდილობს აი ესე შეფუთოს აი ეს ნებისმიერი შეხვედრა მის გამარჯვებად და ნუ ეს ისედაც ცხადი იყო რომ ეხა სადა აქვს ევროკავშირის 600 მილიარდი ან სამხრეთ კორეას რამდენ იქ იმ შემთხვევაში რამდენ რა თანხაზე იყო საუბარი ყველას ათქმევინებს იმას რომ ისინი ჩადებენ ამერიკულ ეკონომიკაში მაგრამ კონკრეტულად როდის რა სექტორში აი ეს დეტალების ჩაშლა აღარ ხდება ხოლმე ანუ რაღაც საინფორმაციო სათაური აქ და მე იმის იქეთ რა ხდება აღარ აინტერესებს რეინდუსტრიალიზაციას ტრამპი ცდილობს მაგრამ რეინდუსტრიალიზაცია უნდა გვესმოდეს რომ არის ძალიან რთული და მრავალწლიანი პროცესი როგორც აი დაუშვათ განათლება და რეინდუსტრიალიზაცია იმის პირობებში რომ 10 წლების განმავლობაში შეერთებულ შტატებში ფაქტიურად ის ტენდენცია იყო რომ ქარხნები გაქონდათ აზიაში გაქონდათ ჩინეთში გაქონდათ ბანგლადეშში ინდოეთში ამ ტრანსნაციონალურ კორპორაციებს იმიტომ რომ იქ ისინი საკმაოდ დაბალი ანაზღაურებით აწარმოებდნენ იგივე პროდუქტს ხო აი მამის კაი მაგალითია მაგალითად ფლაგმანი ამერიკული ტექ ინდუსტრიისა Apple ხო
როაწერია designed in USA და აწყობილია produced თუ რაღაცნაირად არის produced in China, ხო? To collected in China. მოკლედ. ანუ მთლიანად 99% Apple-ის პროდუქციის იწყობოდა ჩინეთში. და ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. ეხლა მაგალითად რკინის და ალუმინის სექტორში აქ არანორმალური ტარიფები ტრამპს ევროპულ რკინაზე და ალუმინიუმზე 50%-ია. ანუ სხვა პროდუქტებზე თუ 15%-ია, ამაზე არის 50%. იმიტომ რომ რკინა და ალუმინი არის ბაზა ნებისმიერი ისეთი ინდუსტრიისა. ამ ხრივ შეერთებული შტატების მდგომარეობა არის ძალიან გაუარესებული ბოლო 10 წლების განმავლობაში. ჩინეთის, რა თქმა უნდა, ბევრად წინ არის. ანუ ესე იგი, რეინდუსტრიალიზაცია შეერთებულ შტატებში აწყდება ბევრ პრობლემას. ეს არის სამუშაო ძალა პირველ რიგში. სამუშაო ძალა და ტრამპის ეს პოლიტიკა მიგრაციული პოლიტიკა კიდე გამოიწვევს სამუშაო ძალის ფასის ზრდას და დეფიციტს. მეორე ის არის, რომ ტრამპს უწევს არჩევნის გაკეთება, ანუ რეინდუსტრიალიზაცია თუ დედოლარიზაციის შეჩერება. ანუ ორივე რაღაცა შეუძლებელია. ან დედოლარიზაციის შეჩერებაზე უნდა გააკეთოს აქცენტი, ან პირიქით დედოლარიზაციაზე თვალი დახუჭოს და იფიქროს რეინდუსტრიალიზაციაზე. რეინდუსტრიალიზაციის საშუალება აქვს ტრამპს და ამისთვის ტარიფები კი ეხა ლიბერალური ეკონომიკის მიერ ტარიფები ისეა, რომ აი თითქოს ჩვენ ვიხდით ამის გადასახადს და მაგრამ ტარიფებით და ამ პროტექციონიზმით გამდიდრდა ყველა დიდარი ქვეყანა დღესდღეობით შეიძლება ერთ-ერთი გამონაკლისი აქ ჰოლანდიის გარდა. თორე, რა ვიცი, ჰამილტონის ტარიფები და ეს სამრეწველო პოლიტიკა და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აი ტრამპი ხანდახან სწორ რაღაცებს ამბობს, მაგრამ სურათს ვერ ხედავს რა, სწორად, ანუ ტრამპს ეხლა ყავს მაგალითად ყველაზე დიდარი მინისტრთა კაბინეტი შეერთებული შტატების ისტორიაში, ხო? იმ ხალხს ხო თავისი საზრუნავი აქვს, თავისი აქტივების ზრდისა. იმ ხალხს ეხლა დიდად ადარლებს 50 და 30 და 20 წლის მერე შეერთებული შტატები რეინდუსტრიალიზაციას მოახერხებს თუ არა. ტრამპი უბრალოდ კარგად თამაშობს, აი იგივე თუნდაც დეინდუსტრიალიზაციით გაღარიბებულ დეტროიტელებს და აი მათ ემოციებს. ნუ დეტროიტი რომელიც მანქანათმშენებლობის ცენტრი იყო, დღეს არის ნარკობოხმარების ამერიკული ცენტრი. მაგრამ ის რაღაცეებს მომენტებში ამბობს მართებულს, მაგრამ ამის ხედვა არ აქვს მერე და იმის ხედვა როგორ უნდა მოახდინოს მაგალითად აი რეალურად შეერთებული შტატების რეინდუსტრიალიზაცია. იმ პირობებში, რა პირობებში დღეს არის შეერთებული შტატები. გასაგებია. ანუ ცდელობა არის, მაგრამ ეს არ არის, ეს რეალობასთან მაცდენილია. რა იმიტომ რომ მე ვიცი რომ გოვარდ ლაპნიკი, ბესენტი, ესენი არიან განსწრები, მაგრამ მილიარდერები სხვა ხო თითოეული მილიარდერია და არაერთი მილიარდის ხო მილიონერი კი არა და მულტიმილიონერი მილიარდერი ორივენი და ილონ მასკი როცა იყო და კიდე უამრავი ხალხია ხო ეხლა მთელი PayPal თიმი უდგას JB-ს უკან გასაგებია ანუ ერთია რასაც ამბობენ სხვათა შორის არაბებმაც იმიტომ არ ჩადეს იცი ალბათ არც $1 ჯერ ელოდებიან როგორ გადანაწილდება ეს სოფლიო პოლიტიკა ალბათ ხო ამერიკაში გაიქნიო ტრილიონი ჩადონ და მე ტრამპი აღარ იყოს ან საერთოდ სხვანაირი ინფორმაციის ამერიკა მიიღონ მე სად მიდია ვინ დააბრუნოს იმპულს უკან კი ესეა ხო კი ელოდება ხა ყველა დიდი მოთამაშე მეტნაკლებად ელოდება აი ამ გლობალური გადანაწილებას არქიტექტურის ხო ცვლილებას ხო აი როგორ გადანაწილდება კი ძველი მონგრეულია მაგრამ ახალიც ჯერ არ არის აღშენებული და ყველა აი მოლოდინის რეჟიმშია რა და როგორ იქნება გასაგებია გიორგი ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის ნუ მიუნხენზე ძალიან კარგად ისაუბრე და ეს სწორი აქცენტებს გააკეთე და ხაზი გაუსვი და ნუ
ეს ინდუსტრია და ინდუსტრიალიზაცია, მით უმეტეს ხემებით შენ ამაზე თემები გაქვს და მოკლედ ძალიან მოხარული ვიყავი, რომ ეს პირიქით, მადლობა მაქსიმალურად რომ მობადილებისთვის. გაშალე ეს ყველაფერი ჩემს ეთერში და ჩვენს მაყურებლისთვის. მადლობა პირიქით ნიკოლოზ და წარმატებებს გისურვებ. შენც ასევე მოხარული ვიქნები, კლავაც გიხილო, საინტერესო თემები ბევრი გროვდება და მოკლედ ესე დაგემშვიდობები მომავალ შეხვედრამდე უახლოეს მომავალში. გაიხარე, ბედნიერად, წარმატებები, მადლობა. გაიხარე.